სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. როდესაც აღასრულებთ ლოცვებს, ეს პირადი ლოცვები იქნება თუ საღვთო ლიტურგიაზე, შემდეგი ფორმულით აღასრულეთ ყოველთვის. დიდება შენ და ღმერთო, მადლობა შენ და ღმერთო, იყოს ნება შენი ღმერთო. აუცილებლად ეს არის ყველაზე დახვეწილი და სწორი ფორმულა. რამე თუ ჩვენ მადლიერება გვმართებს ყოველთვის უფლის წინაშე, გვიჭირს თუ გვილხის, რამ მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. მადლობა, დიდება და რადგანაც ღმერთმა ჩვენზე კარგად იცის, ჩვენ რაც გვჭირდება, ამიტომ უთხრათ, რომ იყოს ნება შენ. ძალიან კარგად იცის მან ჩვენ რა გვინდა, მაგრამ ჩვენთვის რა არის კარგი, მან ჩვენზე უკეთ იცის, რამე თუ ის არის ჩვენი სულიერი და ხორციელი მშობელი. როდესაც არის დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი და განსაკუთრებით უძღების შვილის კვირა, ერთი პატიოსანი მგალობელი მახსენდება. როდესაც დავასრულე ქადაგება უძღებ შვილზე, ჩაილაპარაკა, რომ თურმეო პიროვნება ყოფილაო და მეო გვარი მეგონაო უძღების შვილიო. და თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ მას არ შეშლია რა გეცინებათ? არა. აღმოსავლეთში უძღების შვილია, დასავლეთში უძღებავა იქნებოდა ან უძღებაზე. ხო, ასე. ყველა ადამიანი არის უძღები, ჩემო ძვირფასებო და როგორც რუსთაველი ბრძანებს და ტომი გვართა, ზენათა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გვარი, ჩვენი წარმომავლობა არის უძღებობა. ჩვენი დიდი წინაპარი ადამი, რომლის გამოძევებასაც ექსორიობას შეგახსენებთ ყველიერის კვირას, თავისი ნებით გახდა უძღები. ის ნეტარებისთვის შეიქმნა და აღმოჩნდა საპყრობილეში. ქვეყნიერება არის ერთი დიდი ციხე, დიდი საპყრობილე, მისი დირექტორი არის არაწმინდა სული და მეციხოვნეები ყავს კიდევ თავისი ძმაკაცები, რომლებიც ჩვენ ყოველ დღე უაზრო აზრებს გვაწვდიან, ეს მინდა, ის მინდა, იქ წადი, ამან რა თქვა, იმან რა თქვა, ეს ჭამე, ეს ჩაიცვი, ეს დაიხურე, არაპატიო, გალანძღე და არაფერი არ მიუტევო. და ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენი წინაპარი ადამი იქ მოხვდა თავისი უნებისყოფობით და ჩვენ ყველა ვინც დავიბადეთ, ჩვენ დაუნებურად საპყრობილეში ავახილეთ თვალები. თქვენ შეიძლება არ გიფიქრიათ მაგაზე, მაგრამ აი მარხვაში განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ მაგაზე, რომ ადავაშავე მე კაცო, მე ხო არ ვიყავი 64-ში, თუ კი ადამმა შესწოდა და ის ხილი მიირთვა, მე რა შუაში ვარ. და თუ იტყვი რომ მე რა შუაში ვარ, მაშინ ადამიანობაზეც უარი უნდა თქვა. ადამიანი ხარ, ესეთი ცუდი მემკვიდრეობა გერგო და რას ამბობენ ხოლმე ბავშვებზე, გახსოვთ პატარაობაში? გაგიგიათ ბავშვზე, ეთქვათ, განიხთო, გაეშმაკდაო, ხო? როდისმე გაგიგიათ ბავშვზე, ეთქვათ, რომ რა განიხთო, არა, იმიტომ რომ არა, ჩვენი ბუნება დაბადებიდან ბოროტისკენ მიისწრაფვის. ანტიკური ხანის ფილოსოფია, კერძოდ სოკრატე და დიდი ფილოსოფოსები, აი მაგალითად სოკრატე რო შევიდა აპოლონის ტაძარში, მასთან მივიდა პითია. პითია არის, ეხლა მჩხიბავი ქალები რო არიან და ნათელმხილველი რო აწერია ხოლმე, ნათელმხილველი ბათუმიდან. ნათელმხილველები ჩვენა ვართ, ისინი არიან ბნელის მხილველები. ნათელმხილველი არის კარგი მოძღვარი, რომელიც სახარებას განგიმარტავს, გაჩვენებს შენ სუსტ წერწილებს, სად არის შენი შეცდომა დაშვებული და ასე შემდეგ. მივიდა პითია მასთან, სულ სხვა გაგებით უთხრა, სოკრატე, შეიცან თავი შენი, ანუ შენ დიდებული პიროვნება ხარო და კარგად დაინახე ვინახარო. სოკრატემ პირიქით გაიგო და კარგია რომ პირიქით გაიგო, ჩაუღრმავდა თავის თავს და მიხვდა რომ არაფერი დიდი პიროვნება არ იყო, ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი იყო. და ბიბლია, კერძოდ მე-6 თავი, თუ წაიკითხავთ, კარგი იქნება, გარკვევით ამბობს, ყველა ადამიანი დაბადებიდან ბოროტისკენ მიისწრაფვის. ანუ ბიბლია გეუბნება, რომ აღარ გჭირდება შენ ახლა ზედმეტი ფიქრი, იცოდე, რომ შენი წინაპარი ადამი და შენ ბოროტებისკენ მიისწრაფვით. და ამისთვის მე შენ
მოგეცი წამალი, მოგეცი საშუალება, მოგეცი ლოცვები, მე ჩემი ძე იესო ქრისტე მოგივლინე, რომ ამ საპყრობილედან გამოგიყვანოს ამინისტია გამოვაცხადე, აღდგომა არის ამინისტია ზუსტად, რომ დაიმსხრა ჯოჯოხეთის ბჭენი და ადამიანი განთავისუფლდა და ის რაც ვერავინ ვერ გააკეთა, ვერც ანგელოზებმა და ვერც გამოჩენილმა ფილოსოფოსებმა, წიგრობრებმა თუ რა ვიცი ვინც არიან, ვერავინ ვერ გააკეთა. რატომ? იმიტომ რომ ამას სჭირდებოდა ღმერთის განკაცება. წარმოვიდგინეთ ჩვენ შობა როდესაც ვიზეიმეთ, ხო? რამდენიმე თვე არც არის გასული, უკვე აღდგომის მარხვა იწყება და მაცხოვარს, წარმოვიდგინეთ, როდესაც ჯვარზე აკრავდნენ, ურტყავდნენ, ზურგიდან ურტყავდნენ და დასინოდნენ. აბა გამოიცანიო, ვინ დაგარტყაო. აბა კარგად დაუკვიდით, ჩვენ რომ ცოდვებს ჩავდივართ, იგივე მდგომარეობა არ არის, რომ ჩვენც ასე დავცინით მაცხოვარს ჩვენი ცოდვებით და თან მალავთ მე ამას და ვამბობთ გულში ახლა მას ვინ გაიგებს, ეს არავინ არ იცის, ეს მარტო მე ვიცი. და ხო და აი ამიტომაც გავაკეთე ეს შესავალი ჩემო ძვირფასებო, რომ უძღები შვილის კვირა ეს არის აი განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც ყველა ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რომ ის უფროსი ძე არის თუ უმცროსი ძეა. და თქვენ წარმოვიდგენთ, უფროსი ძე უფრო ცუდია ვიდრე უმცროსი. ის უფრო ცუდია და იმაზე დღეს არავინ არ გაამახვილებს ყურადღებას. ესენი არიან ის, ახლა არ ეწყინებათ ჩვენ სტიქაროსნებს და დიდი ხნის მრევლს, რომ აქ რო არიან სულ ერთი არ დაიბადნენ, თორე სულ აქ არიან, ხო? და როგორც კი დაინახავენ, რომ უცხო ადამიანი, ახალი ადამიანი მოვა მრევლში და მამაო ყურადღებას გამოიჩენს, შეიძლება რაღაც ეწყინოთ მე, რომ გადაყვა მამაო ამ ახალ მოსულებს, ხო? ეს შურის მდგომარეობა. არა, დღევანდელ დღეს ამაზე არავინ არ ამახვილებს ყურადღებას, დღეს ყველა ფიქრობს, რომ ის ცუდი, საზიზღარი ბურატინოა უძღებიშვილი, ხო, ბავშვობაში ხო გაქვთ და გრძელი ცხვირი რო აქვს და ხისთავიანი რო არ. ეგ არის უძღებიშვილი, მე ვირების ქვეყანაში რომ მოხვდება და რა დღეში ჩავარდება, ხო? ის ვირების ქვეყანა, ეშმაკის ქვეყანა. ის მიღმა სამყაროა, სადაც ის უცხო მოქალაქე, ანუ არაწმინდა სული მოჯამაგირეთ დააყენებს ღმერთის შვილს, ანუ ხატება და მსგავსებას. გიფიქრიათ, რამხელა განძია ადამიანი, ხატება და მსგავსება მეღორე ხდება, მეღორე. და მანანების მაგივრად იკვებება ღორის სალაფავით. ღორის სალაფავით იკვებება, როცა მანანა უნდა მიეღო თაფლიანი კვერები ღმერთისგან. მაგრამ, როდესაც ყველაზე დაბლა ღორის დონეზე რო დაეშვება ადამიანი, მერე ახსენდება მამის სახლი, მერე ახსენდება ვინ არის, საიდან არის, რა წარმომავლობის არის და მაშინვე ამბობს, რომ მე არა ვარ ღირსი, რომ დაუბრუნდე მამასთან და იქნებ უბრალო მონათ მაინც მიმიღოს მამა ჩემმა. მაშინვე გამოემართება, როგორც ზაქე მეხსეულად ჩამოდის ხიდან, დაიმახსოვრეთ, არ გადადოთ. როგორც კი სინანული დაგეუფლებათ, მაშინვე დაურეკეთ მამაოს, სადახარ მამაო, ახსარება მინდა რომ გითხრა. და ნებისმიერი მამაო, მე მგონი, უარს არ გეტყვით, რომ მიხვიდეთ და ახსარება უთხრათ. მოსეს ღმერთი რო ეხილა, როგორც გრიგოლ ნოსელი გამარტავს მის ცხოვრებაში, გრუხუნიში და ჭექაქუხილში აიარა სინას მთა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა ჭექაქუხილი გვინვა და ელვა იქნებოდა? და მოსეზე ამბობენ, რომ მოსეს ღვთის მხილველობა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ღმერთი არავინ სადა იხილა. ღმერთის ხილვა ნიშნავს იმას, რომ აღიარო, რომ ღმერთის ხილვა არ შეიძლება. ვერ იხილა უღმერთს და მოსე მიხვდა ამას. მაგრამ მიიღო, რა თქმა უნდა, ნათელი, რომელიც, ასე თქვათ, ჩამოიფარა ჩადრი, რომ ადამიანები მას ვერ დაიტევდნენ. და ზაქე იმისთვის, რომ ღმერთი ეხილა, სინას მთაზე კი არ ავიდა, ლეღვის ხეზე ავიდა. ლეღვის ხეზე ავიდა, წარმოიდგინეთ, ყველაფერი გადადო, ვინ რა სიტყვის, ჩვენ რო ვიცით ხოლმე, არავისი აზრი არ აინტერესებს, ჩინოვნიკი კაცი იყო, უსაზღრესი კი იყო, მაგრამ დიდი თანამდებობა ჰქონდა, მთავარი მეზვერეთა იყო. მაგრამ არ აინტერესებდათ უნდოდა ღმერთთან მისვლა და ღმერთის დანახვა,
არ აინტერესებდა ვინ რას იტყოდა მასზე. ავიდა ლეღვის ხეზე, ხმაც არ მოუღია, ღმერთი ხო გულთამხილავია და მაშინვე მიიღო პასუხი, ზაქე, ჩქარა, ისწრაფე და გარდა მოხვედ. რამე თუ დღეს სახსა შინა, შენსა არ ჩემი ყოფა. ზაქე მაშინვე ჩამოხტა, რომ იტყვიან, პირდაპირ ჩამოხტებოდა დარწმუნებული ვარ და იმ დღეს ქრისტე მივიდა მასთან. აი ეს რატო გავაკეთე ეს გადახვევა ჩემო ძვირფასებო? ეს არის სახში დაბრუნება. ეს არის სახში დაბრუნება. არ გეწყინოთ ეხლა არავის, ცოტა ვღიზიანდები ხოლმე მარხვის წინ რომ მირეკავენ. მამაო, აი ეხლა რა გავაკეთო? რა წავიკითხო, არა უნდა მოვიდე და მოვიდა, წავიდა. რა არის ეხლა ეს? სპექტაკლში იღებთ მონაწილეობას თუ რას ნიშნავს? სად იყავი შვილო გუშინ წინ, შობას სად იყავი, გიორგობას სად იყავი, ნინოობას სად იყავი? ან რა იცი შენ მიაღწევ აღდგომამდე? ძალიან ცუდია ჩემო კარგებო, უკვე ეს მანკიერად გვექცა. არა მარხვა იწყება, არა ეს მარხვა უნდა შევინახო. და გონია რომ ჩვენ ახლა წარს დაუკრავთ და ვეთქვით ყოჩაღ მარხვა რომ უნდა შეინახო, აქეთ იმაშვება. პურზე და წყარზე უნდა ვიყო ბოლო და პირველი კვირა. არ უნდა ღმერთ ჩემო ძვირფასებო, არავითარი პური და წყალი არ უნდა, არ ჩვენი დიეტა არ უნდა. რა უნდა ღმერთს? მადლიერი გული შემოსრული, სული შემოსრული, დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხყოფს. დღევანდელი დღე რომ უფრო კარგად გავიგოთ, გთხოვთ, შეიძლება თქვენ ვერ დააკავშიროთ, მაგრამ აი თუ კარგად წაიკითხავთ, მე-16 თავი ლუკას ახარება მერვე მუხლი. ძალიან უცნაური იგავია და რომ არა განმარტება შეიძლება დაბრკოლდეთ. ესეთი ქართული თანამედროვედ ვიტყვი, ფხიანი მნე, ანუ ყოჩაღი მნე, რომელმაც გაიგო რომ სამსახურიდან უშვებენ და რა გააკეთა? უთხრა, რამდენი გაქვალი? 100 ლიტრი ზეთი, დაწერე 50. რა, ეშმაკობას გვასწავლის ქრისტე? როგორ ფიქრობთ? და იქ მერვე მუხში წერია, რომ აი მუსამართლობის მამონათიო შეიძინეთო მეგობრებიო, რამე თუო, წუთი სოფლის ძენი უჭკვიანეს არიან ნათლის ძეებზე. რა უცნაურია, რას მასწავლის კაცო სახარება? ამას ქრისტე მასწავლის? ეხლა კარგად დაუკვირდით, ეხლა არავის პროფესიას არ განვიკითხავ, ვაჭარი ადამიანი ავიღოთ. რამდენს შრომობს ვაჭარი, ფული რომ იშოვოს და ფული რომ მოიგოს, ხო? ერთი ადამიანი ვიცი, ხშირად მე და ჩემი მეუღლე საუბრობთ ხოლმე, რომ პატარა ბაზარია ავლაბარში და სულ იქ არის. პირველი რო იყო ახალი წელი 31 არ არსებობს აღდგომა მისთვის, სულ იქ არის. და გულში გამიფიქრებია, აი ამასავით რო გვიყვარდეს ჩვენს ხუდლებს, ეკლესია, ღვთისმსახურება, წირვა, ლოცვა, რა ბედნიერება იქნებოდა რა? ანუ რას გვეუბნება, იცით ქრისტე? აი სპორტსმენები, უბრალოდ კარგი სპორტსმენი რო იყო, რამდენი ოფლი უნდა ღვარო, რამდენი უნდა იშრომო, რამდენი ვარჯიში გჭირდება, ასკეოს. ეს არის ასკეტიკა, ეს არის სულიერი ვარჯიში. და ჩვენ ის გვეზარება და ვიყვედრებით, რომ აღდგომას რაღაცა 47 დღე უნდა შევინახო პურზე და წყალზე და აქეთ მერე გინდა რომ ზეცა გაიხსნას და აი მოდი და არა. ხო და აი ამას ამბობს ქრისტე რომ აესენიო, როგორი ზაქე იყო, როგორც გითხარით, ხო? რამდენ ოფლსა ღვრიან, იმიტომ რომ რაღაცა გააკეთონ წუთისოფლის ძეებმა და შენ სასუფევლისთვის რას აკეთებ? რას აკეთებ სასუფევლისთვის? მარხვას ინახა 4 შაბათი არასკები? ეგ ხო დიეტა. ლოცვებს კითხულობ ხანდახან? რა უნდა? აი რას აკეთებ აბა? იმის ნახევარსაც არ აკეთებ, სადაც ვაჭარი, სპორტსმენი და კარგი ექიმი. კარგი ექიმი რო გახდე, რამდენი უნდა იშრომო და როგორ უნდა გიყვარდეს პაციენტი, ხო? აი ამიტომ თქვა იესო ქრისტემ, რომ ისინიო თქვენზე ჭკვიანები არიან. ისინი თავის პროფესიაში ყველაფერს აკეთებენ და ჩვენ სასუფევლის ძებს გვიჭირს წირვაზე ამოსვლა, როცა ვეუბნები რომ ხო ამოხვალ, საქმე მაქვს, არამცალია, აი ხო აღდგომას ამოვალ, კი, თითქოს აქეთ მემადებს აქეთ კიდევ ვარს. ამიტომ ჩემო კარგებო, მარხვა იმიტომ იწყება ზუსტად და იმიტომ არის ეს ამხელა შესავალი კვირები, რომ გავიხსენოთ ზაქე, გავიხსენოთ მეზვერე, გავიხსენოთ ფარისეველი, გავიხსენოთ უფროსი და უმცროსი ძე, გავიხსენოთ. დღევანდელ დღეს სულ ფიქრობდი, როგორ დავაკავშირო უძღები ძე და დავით აღმაშენებელი. დიდი მეფის, კეთილმსახური მეფის
დღიარი ყველა დავითს გილოცავთ შემოკარგებო ჩემი ნათლული დავითი არის აგერ პატარა ეზიარა და მინდა განსაკუთრებით დავლოცო მინდა დათა გულუას იმერში მიულოცო ჩვენი ბაკურის და ნანას ვაშკაც ახლად შესვენებულ ადამიანს რომელიც სულ ჩვენთან არის მე მჯერა დათა სულ ჩვენთან არის და სულ გვისმენს მე მინდა გელაშვილი დავითი მოშურნე და მოსიყვარულე კაცი განსაკუთრებით დავლოცო მართლა მოშურნია და მართლა თელი სულით და გულით გვეხმარება დათო გუგუნავა მინდა დავლოცო ისევე მოშურნე და მოსიყვარულე აპატიეთ ვინმე არ გამოჩეს ყველა დავითს და შეგახსენებთ ჩემო ძვირფასებო რომ დავით აღმაშენებელი რატომ იყო დიდი მეფე რატომ იყო დავით ჩვენ მოდი პირდაპირ ვთქვათ რა 10% ყავდა კარგი მეფეები 90% ყავდნენ ზაქიჭამიები გამყიდველები და მოღალატეები საქართველოსი და მართლმადიდებლობის დავით აღმაშენებელი იმიტომ იყო ძლიერი მეფე რომ ერთგული იყო დედა ეკლესიის დოგმატების წიგნობარი კაცი იყო მლოცველი კაცი იყო და გიორგი ჭყონდიდელი ყავდა ამღზრდელი და სულიერი მოძღვარი ყავდა არსენ იყალთოე და პირველი რაც მან საქართველოსთვის გააკეთა იცით რა გააკეთა ჟულის კანონი თარგმნა ათარგმნინა არსენ იყალთოელს თუ რამე ხარვეზები იყო ხარვეზები კი არა ცოტა ეს მე ბილათავ ლაპარაკობ ხარვეზები კი არა ქვაბ ავაზაკათ იყო გადაქცეული ეკლესია მამათ მავლებით იყო სავსე მე არ ვიგონებ და არ ვაზვიადებ კიდე შერებულებული ვსაუბრობ ეკლესია განწმინდა თვითონ თავის ცხოვრების წესით იყო ნამდვილად მართლმადიდებელი შემდეგ მოიგო დიდგორი და ბოლოს რადგანაც სისხლში ქონდა გასრული ხელები საქართველოს გულისთვის როგორც დავით მეფსალმუნეს დაწერა გალობანი სინანულისანი რამდენს აქვს წაკითხული მე მგონი არც ერთს კი ვიცით რომ დაწერა და კარგია მაგრამ წაკითხული არ აქვს რამოდენიმე ადგილი მაინც წავიკითხოთ სადაც ამხელა მეფე ითხოვს რომ უცებ დამთავრდებაო ჩემი მეფობა და მე არაფერი აღარ ვიქნები მაშინ შემიწყალეო ღმერთო იმიტომ რომ ოთა დიდებული ხარ წარმატებული ხარ კურთხეული ხარ დალოცვილი ხარ ცოტა ქედმაღალი ხარ მაგრამ აი რომ მიგატოვებს მეუღლე ნათესავები და არავინ რო აღარ ახარ გაგახსენდეს რომ ღმერთი არ მიგატოვებს არასოდეს გრიგოლ ორბელიანი არც თუ ისე დიდი მწერალი იყო პოეტი მაგრამ კარგად ამბობს თავის სადღეგრძელოში და ეს გთხოვთ რომ ყველაზე ძალიან რომ მოგინდებათ რომ კარგი ხელისუფალი ყავდეთ ასეთი სიტყვები თქვით ზეცა წყალობად ნუგეშად ივერსა გაოხრებულსა მეფეთ მოულენს დავითსა ზეგარდმო ნიჭით ცხებულსა ანუ წყალობა კარგი ხელისუფლება კარგი მეფე კარგი პრემიერი კარგი პრეზიდენტი ეს არის წყალობა კი არ უნდა განვიკითხოთ და ვლანძღოთ ხელისუფლება უნდა დავლოცოთ და თქვათ რომ ღმერთო მიეცი დავითის სიბძნე მიეცი თამარის შემართება და სიყვარული დედა ეკლესიის და ერთგულება ქვეყნისა გაიხსენეთ დიდგორის ომის წინ რა თქვა დავითმა ეჰა მეომარნო ქრისტესანო თუ ჩვენი ქვეყნისთვის კი არა ამხსარებლობისთვის მედგრად ვიბრძოლებთ არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევრებს თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთო ჩვენი გამარჯვება არის ქრისტესთან ერთად თუ ჩვენ მთელი საქართველო უძღები შვილები გავხდებით და დაუბრუნდებით მამის წიაღში ჩვენი ქვეყანა მართლა დადგება ფეხზე მართლა გამშვენდება გაბწყინდება და ჩვენ ვიქნებით ბედნიერი ადამიანები გილოცავთ კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასებო დაიწყეთ მზადება მარხვისთვის და განსაკუთრებით ჩვენი დიდი მეფეები შევაწუხოთ და ვთხოვოთ ქვეყნის ფარველობა ქვეყნის შემწეობა და ჩვენშიც კიდევ აი აქ დავითები რო არიან გიორგები და ნინოები კიდევ მოგმადლოს ღმერთმა ბევრი დავითი ბევრი თამარი და ბევრი გიორგი ჩვენთან არის ღმერთი